ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლედ მიტაგრძელი ულვაში ჩუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში მოდით მე მინდა ჩვენი მეზობლების ლურჯი კორპუსელების სატყერძელო შემოგთავაზო გეუმარჯოს ჭირიმე გაგიმარჯოთ თქვენი მამა მარჩენალის თამადობით მაგრად იყავი არა ჩვენ რა სადღეგრძელებელი ვართ პირიქით წითელ კორპუსს გაუმარჯოს თავისი მაცხოვრებლებით ნამდვილად გეუმარჯოს არა მე უკვე დაგასარი და ამიტომ თქვენ გაგიმარჯოთ თუ კაია თქვენ გაგიმარჯოთ სულ ასე გახარებულები მენახეთ კიდეც გაგიმარჯოთ და კიდეც ითღეგრძელეთ გაიგე ითღეგრძელეთ და იცოცხლეთ 100 წელი გაიგე ბიჭო იმდენჯერ სიტყვა ნათქვამია თქვენ გაგიმარჯოთ თქვენ გაგიმარჯოთ რა გეუბნებით ეხერენ გაგიმარჯოთ და სულ ანუ შენ გაგიმარჯოს გინაცველი გულში და სულში ევეში კეთუმეში შენ გაგიმარჯოს მეთქი ბიჭო ბიჭო რა დაჭამეთ ერთმანეთი სიყვარულით თო თქვენს გაგიმარჯოთ და თქვენს გაგიმარჯოთ ორივე მაგრად იყავით რა ბოდიში და რა ხდება აქ რა ყაყანია არაფერი ლუც სვამთ მერე ბოდიში და რატო სვამ ლუც ეზოში რავი თბილი ამინდია და მოგვინდა რას ქვია მოგინდა ეს კანონის დარღვევა და მე ამას არ დაუშვებ ეხლა დაგიწერთ ჯარიმას ყველას შენ და შენ ამოთ რატო არა ჯარიმე ამათმა მოინანიეს უკვე შერცხვა და თავი დახარეს რას გვატყუებ ეხლა თო ხადურმა თავი როგორ უნდა დახარო ჭები კისერი არ აქვს დიდი თვალები დახუჭოს ეს არის ჩვენ დღევანდელი პოლიცია სანაკებო პატრული რომელიც გაიშნიკივით ატყავებს პატიოსან მოსახლეობას ერთი ყლუპი ლუდის გამო სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ თავიდან ეს გაზულუქებული ჯიბე გასქელებული ფორმიანი მაქციები წავედი მე პროვოკატორია აქ ვიღაცა გავიქეცი ახლა ყველამ უნდა დაინახოს როგორ ვერ გაუსწორა თვალების სიმართლეს მოძუძგა კუდამოძუებულმა ამათი პარპაში უნდა დასრულდეს დიდი პატივით და ტაშპანდურით გავაცილოთ პოლიტიკურ მოუსვლელში აუ ეს რა იყო ჩემი დედას მეწავა ენერგეტიკული სასმელი გამიგია მაგრამ ენერგეტიკული კაცითო კალაშნიკოვი ხარ ჩემი დედას მეწავა რო დააცალა ერთი აბოიმა იმენა არ გაჭერებულა თო მადლობა რომ გადაგვარჩინე ისეთი კაცი ყოფილხარ აი კენც რო იყრიდი არჩევნებში ერთხელ მაინც განდოვდი ქვეყანას თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ და აქ რას აკეთებთ რას უნდა ვაკეთებდე მოვედი ბინას ვეძებ ხო არა ვიყიდი სამუბანში იაფად რეიეფად ეს ისეთი პრესტიჟული უბანია რომ $1000 ღირს ერთი ოთხკუთხედი მეტრი რა ოთხკუთხედი კვადრატული მეტრი ჩემი დედას მეწავა ბიჭო მე კვადრატი ოთხკუთხედი არა გეოგრაფიის აზრზიანი ხარ შენ გული არ გაიტეხო ძმაო კორპუსებში თუ ვერ იყიდი ბინას აგერ სოსოს თავში შეგიშვებ საცხოვრებლად იმ ხელა ფართია ცხეს გააჭელებ ჩემი დედას მეწავა წამო დაკათვალიერებინებ ნახე არჩიე იმშელე რავი რა არის რა კაროჩე რა საშუალება მარგվել რას აკეთებ რას ვაკეთებ და ვსეირნობს უფთა ჰაერზე ვერ ხედავ ბევრი არის ბინო არ გაოფლიან ვაიმე რა მაგრად ვღადაობ ხალხო კაი ბავში რო იყო სიმონ კი ვიცოდი მაგრამ სიცილიც რაფერი კაი ქონია ხედა მოდი ბრატ ჯერ ამას ვკითხოთ იქნებ გაყიდოს თო იმ დღეს წუწუნებ და აქედან წასვლა მინდაო და რა ვიცი იწუწუნებ საბა რა სიზამს რომ მიუჯაჭვიეთ ეს კაცი აქ ამირანივით რა უბედურებაა ეს ხო რავი 1 მილიარდელი კაცი ცხოვრობს აქ იმან მიაჯაჭვა ესე იგი საკუთარი კავკასიონი მოიწყო ეზოში მარგვე რო რაღაცა იყოს ბინას გაყიდე როგორ არ გავყიდი მაგრამ ცოტა საშარო ბინაა ეს წითელმა კორპუსმა კი ააშენა მაგრამ საბუთებში ლურჯ კორპუსზეა გაფორმებული
ამიტომ მე ამის გაყიდვის უფლება არ მაქვს. აუ, შენ რა არაფრის უფლება არ აქვს, ჩემი დედას მიწავა. გაღიმების უფლება ხო გაქვს? კი, გაღიმების უფლება როგორ არ მაქვს? ხო და გაგვიღიმე რა ბრატ, რა და კარგად იყავი რა. წამოდით, წავიდეთ, ნახოთ კორპუსებში მოვძებნო. რომელ კორპუსს მირჩევთ თქვენ? ეს ლურჯი ძალიან თბილი კორპუსია, მთელი დღე მზე ადგება. ის წითელი კიდე ცოტა ცივია, მაგრამ უფრო შეკრული კორპუსია რა. ადრე მზე მაგ კორპუსაც ადგებოდა, მაგრამ ეს 2 წელია რაღაც კლიმატი აირია და ეხლა მზე ლურჯ კორპუსს ხუნებს მარტო რა. ეთქობა დედამიწის ღერძი რო გადაიხარა მაგ პონჩი რა. დედამიწის ღერძი კი არა, ტვინი გადაუხარეს ხალხს. თვითონ კი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქონი როგორ მოიკიდონ, ვის რა წაართვან და დადიან ამერიკული ბიზონებივით კისერ გასქელებულები. აუ შენ რა ფეთქებადი ყოფილ ხარ ხო? კაცი ხარ თუ ბომბაჭკა. წამო რა ავიდეთ და ვიკითხოთ რა. მიშას გაუმარჯოს. გამარჯობა სუხო. ბოდიში სახში ვერ შეგიპატიჟებთ და არეულობა მაქვს და შენ რა სუარეულობა გაქვს, ჩემი დედას მიწავ. რით ვერ დალაგი, ბოლო 2 წელია. ეს რა პაგრიშკები გიყრიათ? სახლია თუ ორგანიზაცია? შენ არეულობა გაქვს თუ არეულობას გეკმავ, ჩემი დედას მიწავა. მოდი ახლა. მასეთი საუბარი არ გვიდა რა. პირდაპირ მითხარ, დრიცვის ხართ მოსულები ხო? კაროჩი, აპატიოსან, კაც ბენის ყიდვა უნდა რა. შენ ხო აპირებ გაყიდვას. თუ აპირებდი მე ბინის გაყიდოს, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ, იმიტომ რომ ბინათა მიყადახეს ხო? ეთყობა ღირსი იყავი. ისეთი ძვირფასი ნივთებით აქვს გამოტენილი სახლი, რომ ამას პატიოსანი შრომით ვერ შეიძენდი. როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა, დაუნვი დიქტეიტე. ეს ვინ მომიყვარეს უხო, როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა, კაი არის არ ხარ შენ მყიდველი. გეუბნები რა, შენი ადგილი არ არის ამ კორპუსში რა. წამო ლურჯ კორპუსში წავიდეთ. თან ის უფრო თბილია და ისეთია, საკარჩ გაგისწორდება რა. ბატონო ვიძინა, ნამეტანი შეგვიშნა ვიღაცამ ბავშვი. ნამეტანი თქვენ საპატივცემლო თქვი, ბატონო ვიძინა. მიხვდით ალბათ ხო? მივხვდი ირაკლი, მივხვდი და მომეწონა. მომიყევი რა მოხდა ერთი? ისა, ჩვენი უბნელი არ იყო, ვერ ვიცანიო. ბატონო ბიძინა, ესე იგი როგორ იყო? შემოვარდა ეზოში და ბოდიში, დიდი ბოდიში ამ სიტყვისთვის და გამლანცხა. სულ მაქციები და რაღაც უცხო სიტყვები მეძახა. მე რატო არ გაუძალიანდი ადეკვატურად, ჰე? დაანებე თავი ირაკლი. ეს ტანითაა ლომით ორე, გული აქვს წრუწუნასი. ვაიმე, რა ფუმფულა და საყვარელია. გენაცვალე თანთალა ღაწვებში. სად პოულობ ასეთ ხალხს მბრძანებელო? ირაკლი კარზია მგონი ვიღაც და გააყმიდი. აი, ეს იყო ეს. ვინ ხარ კაცო შენა? სუხო, ვინ მოიყვანე ეს? ალბათ შეისავით უსაქმურია ვიღაცა. უსაქმური რატო ვარ, ბიძო, მაკლერად მუშაობ და დაასამო მართლა და დიდი ხანია. კი ნახევარი საათია უკვე რა. აი კლიენტი მოვიყვანე, შენი ბინის ყიდვა უნდა. ოჰ, კაი კაცო. მოხარშული წაბლი არ უნდა? ოი, ჩავჟირდები ახლა, მაგრამ რატო ჩავჟირება, როცა მოდის ვიღაც და ბავშვებს აშინებს. მოგილი მე შენ როგორ საჭიროა? ჩქარა მოვხადე ბოდიში. ჩემგან ბოდიშს ვერ ეღირსებით. ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ წამომგზავრხართ ამ ხელა ფარჩი და დაარბენინებთ საეჭვო წარმომავლობის ეგზოტიკურ ცხოველებს. დედა რა ყურადღებიანია? მეც მახსენა, გაიგეთ? მე კიდე წამოსაწოლი ადგილი ვერ მიპოვია. აუ, შენ ოღონდ გაჩუმდე და ჩემს სახში წამოგაწვენი, იმენა ვერ გავაჩერე, ჩემი დედას მეწავარ. სწორედ შენნაირები რომ აფარებენ ხელს ამათ უმსგავსობას, ამიტომაც არიან ასეთ თავგასულები. არც გარაჟზე მიჯაჭულმა ამირანმა მომაქცია ყურადღება, არც იმ წითელ კორპუსელმა გიჟმა და არც ამ ზოოპარკის დირექტორმა. ეს არის გაქსუებულთა ტრიუმვირატი, ჩემი ფეხი არ იქნება ამ კორპუსებში მეორედ. ბრავო! ვინ
შენი იყო ეს კაცო. აქ არ შეიძლება და მაგის შემოშობა. კიდევ კარგი მოგშორდა თავიდან. გადარჩენილები ვარ ბეწვზე. დილამშვიდობისა მეზობლებო! მელოტებო! გიბიანებო! რა ხმაურია, რა ხდება? ვიმღერის კი მარა. გაგსუებულებო! უსაქმურებო! მატყუარებო! სასწრაფოდ გამოდით და იქცა ქვეყანა! ქვეყანა!